განათლების რეფორმა ბოლო კვირეებია ქვეყნის პოლიტ-ეკონომიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. საკითხი ყველას ეხება და მნიშვნელოვანია მისი გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე, შრომის ბაზარზე და ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან გამოწვევებზე, კადრების დეფიციტის აღმოფხვრაზე. საუბარია ცვლილებებზე, რომლებმაც უნდა განსაზღვროს, რამდენად მოამზადებს განათლების სისტემა იმ ადამიანურ რესურსს, რასაც დღეს ბიზნესიც და ეკონომიკაც ითხოვს. ამ საკითხზე ვისაუბრებთ რომან კაკულიასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაცია პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელთან. მასთან ინტერვიუში ასევე შევაფასებთ ევროკომისიის გადაწყვეტილებასაც და მის გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ განათლებით. იმდენად აქტუალურია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს თემა, რომ განსაკუთრებით ბიზნესის კუთხით არის საინტერესო, იმიტომ რომ მე არ მახსენდება რომელიმე ბიზნესის წარმომადგენელი ამ ეთერში ყოფილიყო და მათ არ ეთქვათ, რომ მათ აქვთ პროფესიონალი კადრის დეფიციტი. მუდმივად მაქვს ხომ ეს განცდა, რომ რამდენად სწორად ეძებს ბიზნესი ამ პროფესიონალ კადრს. მაგრამ მეორე მხრივ რეალურად, რადგან 100-დან 90% მინიმუმ ამას ლაპარაკობს, ალბათ რაღაც რეალური პრობლემა გვაქვს ამ ნაწილშიც. რამდენად არსებითად შეცვლის აი ამ რეალობას ის ინიციატივა, რომელიც უმაღლესი განათლებისა თუ ზოგადი განათლების სისტემის მიმართულებით საქართველოს მთავრობას აქვს დაანონსებული. დაინიცირებული უფრო ზუსტად. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ეხლა მაგ შეკითხვაზე უსმენდი ჩემს წინა რესპონდენტს და საკმაოდ აუმწურავადაც ისაუბრა. რო არ გამეორდე, ცოტა შევეცდები სხვა კუთხიდან შემოვხედო. ეხლა ეს რა თქმა უნდა სულიყო მაგაზე საუბარი პრიორიტეტების განსაზღვრა როგორ უნდა მოხდეს და ეხლა რეალურად განხორციელებასთან მივედით. მე როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, მახსოვს პირველი გასვლითი კომიტეტის ხდომა პროფესიულ სასწავლებელში ჩავატარე, იმიტომ რომ მაშინაც მნიშვნელოვნება ამ საკითხის იდგა. თუმცა ასპექტი პრობლემების იმდენად დიდი იყო, ირგვლივ კონცენტრირება, მაინც ამაზე ვერ ხერხდებოდა და სულ როგორც თქვენ ბრძანეთ, ბიზნესი სულ საუბრობთ ამაზე. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დღევანდელი ინიციატივები რომელიც პრინციპში პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ სახელმწიფო ზუსტად დააზუსტებს იმ მოთხოვნას, რაც არის და კონცენტრირებული იქნება არა რაოდენობაზე, დაუშვათ სტუდენტების არამედ, რაც კიდე გამეორდები ლევონმა თქვა და სწორედ უნივერსიტეტები მაგით ფასდებიან იქ მათი კურსდამთავრებულების დასაქმების ხარისხი, ეს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა და ჩვენც თუ მივალთ მაგ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უნივერსიტეტები ამას დრო უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგის მიხედვით შევაფასოთ, ეს ძალიან დიდი განადგურებები იქნება და ეხლა მაკეთკენ მიდის ყველაფერი, მაგრამ თქვენის ნებართვით მე ცოტა სხვა კუთხიდან შევხედავ ახლა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ განათლების რეფორმა ყველაზე რთული რეფორმაა საერთოდ რეფორმათა შორის. იმიტომ რომ განათლების რეფორმა ნიშნავს იმას, რომ შენ ახალგაზრდების აღზრდას იწყებ და ეს ახალგაზრდები 10-20 წლის შემდეგ შევლენ ქვეყნის მმართველობაში მის ძირითად თემებში, ხო? ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ შენ წარმოდგენა უნდა გქონდეს იმაზე, დღეს რა მოთხოვნა ეს ერთია, მაგრამ განათლების რეფორმაზე რო ლაპარაკობ, ეს ხო არ არის დაუშვათ რეფორმა, რომელიც მხოლოდ ფაკულტეტების სპეციალობებს აზუსტებს. ეგეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხო როგორც გვესმის მთავრობიდან საუბარია გლობალურად რეფორმაზე განათლების სისტემის, ესე იგი ჩვენ ორი რამე უნდა ვიცოდეთ, როგორი გვინდა იყოს ჩვენი შვილების თაობა 10, 15, 20 წლის შემდეგ და რა ვსაუბრია, ეს მხოლოდ იქიდან შეგვიძლია ვიცოდეთ, თუ ვიცით სოფლიო როგორ იქნება 60 წლის შემდეგ და თუ რამე არის დღეს შეკითხვას რომ მიმსახურებს ისეთი, ჩვენ მხოლოდ შევდივართ ახლა ტურბულენტურ სოფლიოში, რომელიც როგორ დაალაგდება და როგორი ალიანსები იქნება და რა ფილოსოფია იქნება, მან წამყვანი ეს ასე გარკვეული არ არის. მხოლოდ ახლა ეგრეთ წოდებული ტექნოოპტიმისტების გამოსვლებს და მათ პროგრამებს რო უსმინო, აქ ჩანს რომ სულ სხვა მოცემულობა იქნება. ბევრ ისტორიულ პერიოდს ადარებენ ხოლმე ახლა დღევანდელ რეფორმებს და ინდუსტრიული რევოლუციების წინა პერიოდებთან შედარებაც მე მგონია რომ ყველაზე რელევანტურია. ადარებენ პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდს, მე-19 საუკუნის დასაწყის და მე-20-ის და როდესაც ახლა იმდენი დიდი სიახლეები შემოდიოდა ტექნოლოგიური, რომელსაც პრინციპში განსაზღვრა შემდეგ მე-20 საუკუნე.
და ის ყველაფერი რაც შემდეგ განათლებაში, მეცნიერებაში და შემდეგ აისახა. ესე იგი, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ახლა რომ რადგან ის ტექნოლოგიური ცვლილებები, რომელიც ჰორიზონტზე ჩანს, ჩვენი განათლება პირველ რიგში აი ამ მიმდინარე პრობლემების გარდა, რაც როგორც თქვი, დღევანდელი ბიზნესმენების მიმდინარე საჭიროებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის დღევანდელი, ხვალინდელი და ზეგინდელი პრობლემები. განათლების რეფორმამ, რა თქმა უნდა, დაინახოს ის მსოფლიო, რომელსაც ახლა ასე მკაფიოდ შეიძლება ვერავინ ვერ ხედავს, მაგრამ რამოდენიმე გვარი შეიძლება დასახელდეს ახლა ამერიკის ადმინისტრაციის მართველი გუნდის უკან, რომლებიც ძირითადად სამომავლო ეკონომიკურ პოლიტიკაზე მსჯელობენ, აყალიბებენ და ტყუილად არ ხდება ალბათ ეს ყველაფერი. ანუ ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც პრინციპში განსაკუთრებით შეერაღებაზე იქნება შემდეგ ორიენტირებული და აქ ახლა პატარა ქვეყნებს, როგორც ჩვენ ვართ, ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს, იმიტომ რომ ის მსოფლიო, რომელიც რომელთაც თავარი იყო რესურსები, კორიდორები, სატრანსპორტო ლოჯისტიკა და ასე შემდეგ, ახლა ტექნოლოგიური აი ამ თემების ცოდნა, ანუ ცოდნაზე დაფუძნებული ზუსტად ის განათლება, რომელიც შემდეგ შეიძლება მოემსახუროს ამ ტექნო ოპტიმისტების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა იდეებს, სადაც იქ შეიძლება ხარისხი სხვა იყოს, მაგრამ ჩვენ ფული უნდა ჩავდოთ სწორედ აი ამ ნაწილში ჩვენი სტუდენტების, ოღონდ აქცოდა პასუხისმგებლობები სხვანაირი უნდა იყოს, არა ისეთი რომ ხა შენ მე მოგეხმარებ ყველაფერში, მე 3 წელი იმუშავე და მე როგორც გინდა თითქოს ახლა თავისუფლების იდეიდან გავუმდები. აქ ახლა ისეთი ცოდნები იქნება საჭირო უახლოეს 10 წელიწადში, რომ თავრობამ დიდი ფულიც უნდა ჩადოს და დიდი პასუხისმგებლობაც უნდა იყოს იმ ახალგაზრდამ, რომელიც აი ამ თანხებისა და ამ ხარდაჭერის გამოყენებით მიიღებს იმ ცოდნას, რომელსაც ახლა უმიზნებენ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ახლა პოლიტიკაში ტექნოოპტიმისტებს უწოდებთ და ეს საკმაოდ გარკვეულია. ამერიკაში ძალიან მკაფიოდ არის ეს გამოკვეთილი. ევროპას ახლა თავის პრობლემები აქვს, მაგრამ ამიტომ დაუმიზნოთ მოდით ახლა ჩვენი განათლების რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი ვიმეორებ ეგრეთ წოდებული ტექნოოპტიმისტების სამომავლო მიზნებს და განათლებაში ჩავდოთ აუცილებლად ის კომპონენტი, რომ ჩვენ მოვამზადოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამას დახვდებიან მომზადებული. არის კიდევ მეორე ძალიან სერიოზული ფაქტორი, რომელზეც ახლა ჩვენ ბიზნეს გადაცემა და თქვენ შეიძლება არ ამახვილებთ ამაზე ყურადღებას, მაგრამ ნახეთ რაშია საქმე და არც ხარ ვალდებული მაინდა-მაინც ეს პოლიტიკის ფილოსოფიის თემა უფრო არის. ჩვენ განათლების რეფორმას რა ქვია? ეს არის რეფორმა, რომელიც ამბობს, რომ ის ტრადიციულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული. ხო ასე არის ეს? ეს საკმაოდ პასუხისმგებლიანი განცხადებაა და იმ ქვეყნისათვის, რომელიც ამბობს, რომ ცივილიზაციათა გასაყარზეა და ჩვენ ვართ ნამდვილად აქ, ამის განხორციელება 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო ძნელია, ვიდრე იმ ქვეყნისათვის, რომელსაც აქვს ის რესურსული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია მეტნაკლებად ავტონომიურად წარმართოს თავისი ეკონომიკა. როდესაც შენ ასეთი ამბიციური გეგმით შემოდიხარ, რომ მე ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების სისტემაში მინდა შევქმნა და თქვენ ხედავთ ახლა პრინციპში ლიბერალიზმი საკმაოდ ისეთი შეტევის ობიექტია ზოგადად, არა მარტო საქართველოში, მთლიანადაც. აპოლოგეტი მე დიდი ხანი აღარა ვარ ლიბერალური მიდგომების, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ განათლების რეფორმის მომენტშიც, რომ ლიბერალიზმი ემსახურება არა მარტო დემოკრატიას, ის ემსახურებოდა კაპიტალიზმს ზოგადად. ანუ ურტყამრა ლიბერალი შენ უნდა იცოდე, რომ ურტყამ პირდაპირ კაპიტალიზმს და შენ მაშინ თუ ღია ბაზრის პრინციპს იცავ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შენ ამბობ, რომ მე განათლების სისტემას ვაშენებ როგორც ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებულს, აქ ახლა ძალიან დიდი თემა ეს და დასაზუსტებელია, რომ ჩვენ არ შევიდეთ ისეთ თემაში, რომელსაც ან ერთი იძულებული იქნება, რომ გახდეს ასე ვთქვათ ყალბი და მხოლოდ ფორმა და დარჩეს შინაარსი, ან მეორე, იმიტომ რომ სოფლიო, ეხა ის ქვეყნები, რომელიც დღეს ძალიან დიდ კრიზისში არიან, შეიძლება ევროპაში, მაგრამ რომელთაც ჩვენ განვითარებულ ქვეყნებს უწოდებდით, მათთან ყველა კვლევა ადრე აჩვენებდა, რომ იქ სადაც კერძო ინიციატივა იყო მთავარი და სადაც ბიზნესის განვითარებაზე იყო ლაპარაკი, იქ ტრადიციული ღირებულებებისადმი დამოკიდებულება ძალიან დაბლა მოდიოდა ყოველთვის. ეს ერთ-ერთ მიზეზადაც იცვლება იქ არსებული კრიზისის, თუმცა ამისი ალტერნატივა როგორ უნდა მოიძებნოს, ასე მკაფიოდ დაფასებული არ არის. შემოვიდა ახლა ჩინეთი. ჩინეთი ძალიან საინტერესოა თავად ამ მიდგომის მხრიდანაც, როდესაც
მათი, ესე იგი, მათ მოხდა გარკვეული სინთეზი, როდესაც თავად საბაზრო ეკონომიკა გარკვეულწილად აი ამ ავტორიტარული მმართველობის სინთეზი შეიქმნა იქ, თუმცა იქ სხვა ფილოსოფია, ახლა ეგ ამას პირდაპირ პარალელს ვერ გააკეთებ, მაგრამ მე არ მინდა მოხდეს ერთი ესეთი რამე, რომ რადგან ეხლა ჩვენ ერთის მხრივ აი მაგალითად ეს არაბული ინვესტიციები რო იყო, ხო? მე მგონი ძალიან დროულად მოხდა, ჩვენ მოგვიწევს არკეში ჩახედვა და დაახლოებით ეს რასაც მე ვსაუბრობ, იცით რას ნიშნავს. აი ვირტუალურად რო წარმოვიდგინოთ, ეხლა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ეხლა რაც არის დაანონსებული განათლების სისტემა, აი ამ სისტემით გაზრდილი ადამიანი წარმოვიდგინოთ დაახლოებით დაუშვათ 10 წლის შემდეგ რა ღირებულებებიც არის ის და უცებ წარმოვიდგინოთ რომ ეს არაბული ინვესტიციის შემოსვლა ხდება არა დღეს, არამედ მაშინ. აი პრინციპში ეს ჩვენი განათლების სისტემით გაზრდილი ადამიანი როგორ დამოკიდებულებაში იქნებოდა აი ამ არაბულ ინვესტიციასთან, ეგ არის გამოწვევა დღევანდელი განათლების სისტემის. აქ ეხლა ძალიან ბევრი რამე გამოითქვა საწინააღმდეგოდ ამ ინვესტიციის და ეს პირდაპირ უკავშირდება განათლების სისტემას, იმიტომ მოვახვილებ ამაზე ყურადღებას, იმიტომ რომ ღირებულებათა თვალსაზრისით ძალიან დიდი კომფორტი მეც არ მაქვს ამ ყველაფრის მიმართ. უბრალოდ აქ საკითხი ჩემი აზრით დგას, რამდენად გვაქვს ჩვენ ფუფუნება იმის, რომ უარი ვთქვათ ამაზე. აქ ლაპარაკი არ დგას მოგწონს არაბული ინვესტიციები თუ არ მოგწონს. ჩვენ საკითხი უნდა დავაყენოთ ასე, ფუფუნება რამდენად გვაქვს ჩვენ, რომ მხოლოდ ეროვნული და თუნდაც ტრადიციული ღირებულებების გემოვნებით შევაფასოთ ინვესტიციები. ფუფუნებაა ეს. მაგას მიღწევა უნდა. თუ შენ გინდა რომ ეგ ფასი გადაიხადო, მაშინ ეგ უნდა იცოდე რომ ეგ საკმაოდ ძვირია და მაგას სხვანაირი მიდგომა უნდა იმ კულტურაში, სადაც ფულია მთავარი და ვიმეორებ ერთ კონკრეტულ მინიშნებას ამაზე, სადაც ადამიანები ცხოვრობთ ისეთ გარემოში, რომ ჩვენი სოციალური სტატუსის გამოვლინებისათვის ჩვენ რა ქონებას ვფლობთ, ეს თუ არის მნიშვნელოვანი, მაშინ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება რაღაცებთან წინააღმდეგობაში მოვა. იმდენად დიდ ინვესტიციაზეა საუბარი, 6.5 მილიარდი ინვესტიცია, რომელსაც დამატებით მოყვება კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი დაუშვათ ბენეფიტები, ეს არის ისეთი მოცულობის ინვესტიცია ჩვენნაირი ტიპის ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელსაც განვითარების აბსოლუტურად სხვა ეტაპზე აყვანა შეუძლია ყოველ დღეს ჩემი გადმოსახედიდან. მე მაგის გაპროტესტება არ მქონია ხა, რასაც ამიტომ ვთქვი, რომ მაგაში ფასია გადასახდელი. ეს ფასი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მაშინ და ეს ღირებულებათა სისტემა გაცილებით მყარად უნდა დავხვეწოთ. იმიტომ რომ ის საშიშროება, რაზეც საუბრობენ, განა არ არსებობს. ის არსებობს, მაგრამ ეგ ფუფუნებაა, შენ თუ გინდა რომ ასეთი ღირებულებათა სისტემებით დახვდე ასეთ გამოწვევებს, მაშინ სულ სხვანაირი განათლების სისტემა და სულ სხვანაირი მომზადება ჭირდება. ეხლა მოდით პირდაპირ ვთქვათ რა, ჩვენ ძალიან ტოლერანტობაში გაგვყავს ხოლმე დაუშვათ ისეთი მომენტები, რომ ისეთ რაღაცებს პატიობთ ჩვენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს საქართველოში. იმათ ქვეყანაში ისეთ რამეს შეიძლება ამგვაპატიებენ ან არა და ამას ცოტა სხვანაირი ერთიანი ერთობა ჭირდება ამას. ესეც განათლების რეფორმის ნაწილია. ჩვენ როგორ ჩამოყალიბდებით, იმიტომ რომ ეხლა მე თვითონ ამ სიტუაციას მინდა ხაზი გაუსვა, რადგან ითქვა, რომ ჩვენი განათლების ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება და ჩვენ მეორე მხრივ როგორც გითხარით ვართ ამ გზაჯვარედინზე, სადაც კარებს ვერ დაუკეტავთ ეხლა ჩვენ ისეთ ინვესტიციებს, რომლის გარეშედაც ამ წუთას გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. არც უნდა დაუკეტოთ ალბათ, მაგრამ ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგ საკითხი, ეს წინააღმდეგობა ერთმანეთში რაც მოდის, ძალიან კარგად გასააზრებელია. არ უნდა იყოს ახლა მხოლოდ ფორმაზე და არაშინაარსზე ორიენტირებული, იმიტომ დისკრედიტაცია არ გააკეთოს შემდეგ ამან. თავად იმ თავარი ღირებულების, რასაც ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების სისტემა ჰქვია. ეგ წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს შემდეგ იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე. ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა დანარჩენზე აქ იყო საუბარი და ამიტომ ვთქვი, რომ არ განმეორდებით ხო, მაგრამ მინდოდა ყურადღება გამომახვილებინა ამაზე. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთ თემა, რომელიც ამ კვირაშივე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც ორმხრივი სტატუსი მიანიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს. ეს კაბელი, ესე მხოლოდ პროექტი არ არის რეალურად, ხო? მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია რეალურად ვიყოთ ენერგეტიკული დამაკავშირებელი აზიისა და ევროკავშირის აი ამ და სხვა ტიპის პროექტები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ალბათ ეს გადაწყვეტილება იყო იმის ფონზეც, რომ
რეალურად ჩვენ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან და ეს გადაწყვეტილება ასეთი დადებით კიდევ უფრო ამიტომ იყო ალბათ მნიშვნელოვანი. რა შეცვლის ეს ეკონომიკური კუთხით და იმ საჭიროებების კუთხით, რასაც საქართველოს მუდმივად ამ წლების განმავლობაში იძახი, რომ ჩვენ რეალურად ჭირდებით, მარტო ჩვენ არ ვჭირდებიან, ჩვენ ვჭირდებით მათ შორის ევროკავშირს, აი ამ ნაწილში და საქართველოს ეკონომიკისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. აქ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავინახოთ ის შანსი და პერსპექტივა, რაც ჩვენ მსგავს ქვეყნებს აქ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი турბულენტურია მსოფლიო. ვითქვამს ხოლმე და გავიმეორებ კიდე, ეს არის მსოფლიო, სადაც თუნდაც უკიდურესად ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები რამოდენიმე ხელით არიან ერთმანეთთან ურთიერთობაში. არის ხელი, რომელიც შეიძლება უკიდურეს დაძაბულობაში, ბრძოლაშიც და ომშიც იყოს ერთმანეთთან, მაგრამ მეორე მხრივ გარდაუვალი ეკონომიკური ურთიერთობები ნარჩუნდება. ეს ცოტა უცნაურია ისტორიას თუ გადახედავ, ასე არ იყო ადრე. იმპერიებს შორის დაპირისპირებაში იმპერიები ან უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ან არ უპირისპირდებოდნენ და ან რაღაცა ძალიან ესეთი შეფარული შეიძლება და ყოფილიყო ეკონომიკური ურთიერთობები. დღეს ეს ფაქტია აღიარებული მიდგომაა. ამას ვერავინ ვერ გაექცა, აქ არის ჩვენი შანსი სწორედ. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში აქ უნდა შევაფასოთ დადებითად ის, რომ გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ეფექტი ძალიან დიდი იქნება, ეს არის ნათელი დადასტურება იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ არსებობს საკმაოდ დისტანცირებული ურთიერთობა ევროპისაგან და ამას თავისი პოლიტიკური მიზეზები აქვს. მე არ ვთვლი, რომ აქ ეს ხელისუფლების ბრალი იყო ეს დისტანცირება, შესაძლებელია ბევრი რამე რაღაც და სხვანაირად გაკეთებული იყო, მაგრამ მე ბრალეულობას ყოველ შემთხვევაში იქეთა მხარეს უფრო ვხედავ, იმიტომ რომ ჩვენი ინტერესი და აცდენა მოხდა პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ აი ეს სწორედ ის ნაწილია, სადაც ეკონომიკურ ნაწილებში აცდენა არ მოხდა თანხwebdriver. ამიტომ ეს განვითარდება. აი ზუსტად ამას მივყავართ ჩვენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ არსებობს ურთიერთობის ხელშემწყობი და ფაქტორები, რომლებიც ურთიერთობას ხელს არ უწყობენ. პოლიტიკურ ნაწილში ჩამოყალიბდა ესეთი ფაქტორები, რომლებიც ხელი არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობას და ამიტომ ჩვენ დისტანცირდით. ეს არის შემთხვევა, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ამიტომ ურთიერთობები გაადვილდება და ერთმანეთის დაახლოებები წავა. აქედან უნდა გავაკეთოთ ჩვენ ერთ-ერთი დასკვნა, რომ ქვეყანათა შორის, სისტემათა შორის, ბლოკებს შორის მთავარია ინტერესი და თანხwebdriver და რაღაც უნდა გამოვიდეთ იმ ილუზიებიდან, რომ მხოლოდ ღირებულებები და მხოლოდ რაღაცა ესეთი ემოციური ფაქტორები გადაწყვეტენ ურთიერთობებს და ასე შევაფასებდი ახლა ამას ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, გამოგვადგება, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ამ ნაწილის დადებით შეფასებაში იძლევა სწორედ ის, რომ ევროპასთან ახლა ესეთი მკაცრი დაპირისპირების პირობებში თუ ეს შესაძლებელია, ვიმეორებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთავარია ინტერესი და თანხwebdriver. სადაც ეს თანხwebdriver მოხდება, იქ ურთიერთობაც აეწყობა და სადაც ეს თანხwebdriver არ არის, როგორც არ უნდა ეცადო, როგორც არ უნდა გააფორმო, რა იდეოლოგიური შლეებიც არ უნდა მოახვიო, ამას ინტერესი და თანხwebdriver თუ არ არის, ურთიერთობა არ გამოდის და პრინციპში ხა ხელისუფლება ამით ხელმძღვანელობდა და მის მიმართ დადებითი თუ რამე შეიძლება ითქვას, როცა პრაგმატულობაზეა ლაპარაკი, მე მგონი ეს ნამდვილად შეიძლება მათ ჩაეთვალოთ დადებითად, რომ ასე იხელმძღვანელეს და ვინც მათ სერიოზულად აკრიტიკებს ევროპისაგან დისტანცირებისათვის, გონია რომ მათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ სწორედ ამ ფაქტს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. რომან გაკულია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.